Kalbatono prezidento, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, თავდაცვის ძალები საზეიმო ღონისძიებაზე დაწყობილია. გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ტატუნაშვილი. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას გახსნილად ვაცხადებ. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს თავდაცვის ძალების დროშა. აღლუმო! სმენა! სორება! დროშაზე! დაბიჯით! იარ! ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ქალბატონებო და ბატონებო, თხოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ქალბატონებო და ბატონებო, გაგაცნობთ თავდაცვის ძალების მოკლე ისტორიას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ქართული ჯარის ჩამოყალიბების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ აღინიშნება. თავდაცვის ძალების მთავარი მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. შექმნის დღიდან თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას. სამაჩაბლო აფხაზეთის კონფლიქტის დროს 1991-1993 წლებში, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორების მხარდამხარ იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. კოსოვოში 1999-2008 წლებში კოსოვოს ძალები, ერაყში 2003-2008 წლებში მრავალ ეროვნული ძალები, ავღანეთში 2004-2014 წლებში
საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები 2015-2018 წლებში გაეროს მხარდაჭერის მისია 2015-2021 წლებში მტკიცე მხარდაჭერის მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014-2015 წლებში ევროკავშირის ძალები 2015-2016 წლებში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისია 2017-2023 წლებში ევროკავშირის საწვრთნელი მისია მალის რესპუბლიკაში 2016 წლიდან ევროკავშირის საწვრთნელი მისია საქართველოს თავდაცვის ძალებმა ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარეს და დღეისათვის მის შემადგენლობაშია თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი აღმოსავლეთის სარდლობა, დასავლეთის სარდლობა, ლოჯისტიკის სარდლობა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, ეროვნული გვარდია და სპეციალური ოპერაციების სარდლობა, აგრეთვე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები განაგრძობს გაძლიერებას. დღეს ჩვენი ქვეყნის დამცველთა რიგებს რეკრუტთა ახალი ნაკადი შეუერთდება, რომლებიც საზეიმოდ დადებენ ფიცს. ვიწყებთ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს. აღლუმო, სვენა! სამხედრო ფიცის დადებას შეუდექი! საქართველოს მოქალაქე! შევდივარა სამხედრო სამსახურში! ვისაო! ეთილსიტის სერაჯო ვისწავლო სამხედრო საქმე! ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები! ვისაო! კიდე დავიცვა სამხედრო დისციპლინა! როგორც სახელმწიფო ძლიერების საფუძველთა საფუძველი. ვიცა! შევინახო მომდობილი სამხედრო საიდუმლოება. შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა. გამეთაურის ბრძანება. ვიცა! კიდე დავდგე საქართველოს სადარაჯოზე. დასიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის. თუ ამბიც გავდეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. ვარავდეს ღმერთი! ალბათონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ასეულმა სამხედრო ფიცი დადო, გენერალ-მაიორი დათუნაშვილი. ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას. თავისუფლად. თავისუფლად! ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მივესალმები საქართველოს ჯარს, მის რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს, გენერლებს. მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს. მივესალმები დიპლომატიურ კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. მივმართავ ჯარს, რომლის მთავარ სარდლობას ამაყად ვატარებ. მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდარს და ჩვენს საიმედო ფარს. დღეს მოვედი თქვენთან, რამე თუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს
ემსახურებით 33 წელია. იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში. ემსახურებოდნენ იუნკრები, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა უკლებლივ ყველა საქართველოს გუშაგი და რამაც მოგვიყვანა დღემდე. მოგმართავთ თქვენ, რამე თუ დღეს ამუშავდა შავბნელი ძალები და ცდილობენ ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს. დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩვას. მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს. ოცდაათ წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათა ღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო. თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა იცის ყველაზე კარგად, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამე თუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს, ტერორიზმთან ბრძოლას. დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყვილი და მავნებლობა. ჩვენ და პირველ რიგში თქვენ ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას. იმის ხადაგება დღეს, რომ მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა და მამა. ვინ თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიებში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა და როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში. სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზა გასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს, იყოს ან არ იყოს, რამე თუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა.
ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი. ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგაც არის. ვინც ქადაგებს ერთობას, ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს. მინდა თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის. მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორ უფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგეხართ. გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს. გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა. მათი ხსოვნა უკტავია. გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგეხართ. ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ გწამთ დღეს, და ვინც დაიცავს ხვალინდელ, ძლიერ, ერთიან ევროპულ საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობთ ქალბატონო პრეზიდენტო. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერალებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო, მოძეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ჩემს მისალმებას შეგნებულად არ მოიხსენიე წინა გამოსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაგადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გადახვისთვის და ქვეყნის ხალხისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს. საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა. ყველას გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავთ. ეს დღე გეკუთვნით თქვენ თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას. ჩვენი ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ქეთს ვიხრი ყველა მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც გმირულად დაეცა სამშობლოს დასაცავად თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი სიმამაცი, პატრიოტიზმი და სიმტკიცე ის ღირებულებებია, რომლებსაც თავდაცვის ძალები ეფუძნება. მინდა ეს დღე მიულოცო ყველა ვეტერანს და მადლობა უთხრა მათ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. თავდაცვის ძალების დღეს ულოცავ ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს. ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია მაქსიმალურად დაუჭიროთ მათ მხარი და დავაფასოთ მათი თავგანწირვა. ჩვენს ჯარზე, ჩვენ სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება. თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული ხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ფლის კარს საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის ხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან და მოგდებელ საქართველოს გმარადეთ ღმერთი. მადლობთ ბატონო პრემიერ-მინისტრო. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატუცემლო სამხედროებო, სამხედრო მოსამსახურეებო, გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, სიმშვიდის, სტაბილურობის და კეთილდღეობის საფუძველი, ჩვენი მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი. თქვენი გმირული წარსულითა და ტრადიციებით ქმნით დღევანდელობას და ღირსეულად მიგვიძღვებით მომავალი გამარჯვებებისკენ. ამიტომ მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ძალების დღეს სწორედ თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ჩვენი ისტორია მდიდარია გმირობის მაგალითებით, როდესაც ჩვენი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები მტკიცედ იცავდნენ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ ინტერესებს. სხვადასხვა დროს მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ მათ საამაყო სიმამაცე და მედეგობა გამოაჩინეს და პატივისცემა და ქება დაიმსახურეს. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, არამედ პირიქით, აწლეულიდან აწეულამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენს მიწა-წყალს, მის მოსახლეობას და ერთიანობას. რუსეთის მიერ ისტორიული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა საფრთხეები, ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად ვიაზრებთ ძლიერი თავდაცვის ძალების მნიშვნელობას და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას, რომ განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა, როგორც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ისე სხვა ფორმატებში თქვენს დასახმარებლად, საუკეთესო ტექნოლოგიებით აღსაჭურვად, თვნებით, შეიარაღებით ხელი შეუწყო თავდაცვის ძალების გაძლიერებას. ქალბატონებო და ბატონებო, თავდაცვის ძალების დღეს პატივს მივაგებთ ასევე იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. მინდა მიმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს. თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები, გმირები და პატრიოტები არიან. მათი გმირობით დგას დღეს საქართველოს დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოდ. ყოველთვის გევახსოვრება მათი სიმამაცე და თავგანწირვა. პატივცემლო სამხედრო მოსამსახურეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, ვამაყობ თქვენით და წარმატებას გისურვებთ თქვენს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. საქართველოს იყო, არის და იქნება ჩვენი საყვარელი საფიცარი სახელი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მადლობთ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე. სიტყვა ეძლევა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ჩიკოვანს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო,
ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ყველას და გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან ქართული ჯარი ყველა პატრიოტისათვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო, ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ურყევი მხარდაჭერით სარგებლობს. ქართული ჯარი ისტორიულად მთელ საზოგადოებასთან, ჩვენს ეკლესიასთან ერთად იცავდა ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს ღირებულებებს, სამშობლოს, ჩვენს მიწა-წყალს, მის ნიჭიერ და ტოლერანტ ხალხს, მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასა და იდენტობას. სწორედ ეს ქართული იდენტობა გვეამაყება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მხედრობას და ის მუდამ იქნება ჩვენი თვითყოფადობის და განვითარების სიმბოლო. განსაკუთრებით გილოცავთ დღევანდელ დღეს თქვენ სამხედროებს, თითოეულ ჯარისკაცს, ყველას ვინც ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. თქვენს პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე. თქვენი შრომა და ყოველდღიური ძალისხმევა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. მრავალმა თქვენგანმა არაერთხელ გამოავლინეთ სიმამაცე და მებრძოლი სული ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში. სწორედ ამ ბრძოლებში კარგად გამოჩნდა, რომ დღევანდელი ქართული ჯარი ამაყად აგრძელებს ჩვენი წინაპრების მხედრულ ტრადიციებს. კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს სამსახურისთვის, თავდადებისათვის და სამშობლოს ერთგულებისათვის. მინდა თქვენთან ერთად დიდი მადლობა გადაუხადო თქვენს ოჯახებს, რომლებიც გაძლიერებენ, ზურგს გიმაგრებენ და თქვენს წარმატებებს იზიარებენ. მადლობა თქვენს მშობლებს პატრიოტების აღზრდისათვის. თავდაცვის ძალების დღე განსაკუთრებით მინდა მიულოცო ჯარისკაცებს, რომელმაც სწორედ ამ სიმბოლურ დღეს დადეს ფიცის. ერთგულად ემსახურონ სამშობლოს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქნებით ჯარის ღირსეული წარმომადგენლები და კიდევ უფრო გააძლიერებთ მას. ხოლო ქართული ჯარის დიდი ოჯახი თქვენს გვერდით იდგება ყველა ამოცანის და მიზნის შესრულების გზაზე. თანამედროვე გამოწვევების პირობებში ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებას და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას. ქართული ჯარი თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით უნდა გახდეს კიდევ უფრო უკეთესად ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი უფრო მეტად დაფასებული. რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და ასევე საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობლიობა, რომლებიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს, დაიცვას ჩვენი სამშობლო. თანამედროვე თავდაცვის ძალების მშენებლობა ეფუძნება არაერთი თაობის შრომას და თავდადებას. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ყველა ვეტერანს, მამაც, ღირსეულ და გაუტეხელ მებრძოლებს, რომელთაც არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი გმირობა და თავდადება. ბევრი ვეტერანი დღესაც აგრძელებს სამშობლოს სამსახურს და ახალგაზრდა თაობას გადასცემს თავის გამოცდილებას და პროფესიულ ცოდნას. თავისუფლებისათვის და გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ბრძოლაში ჩვენმა ქვეყანამ მძიმე ფასი გადაიხადა. მრავალი ქართველი გმირი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, თქვენი თანამებრძოლები შეეწირნენ სამშობლოს დაცვას, მშვიდობასა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას. ქეთს ვიხრი თითოეული გმირი სამხედროს წინაშე, რომელთაც საოცარი თავგანწირვა, გმირობა და სამშობლოსადმი ერთგულება გამოავლინეს. ჩვენი გმირები არიან ჩვენი სიამაყის საფუძველი, რომლებიც განასახიერებენ გაუტეხელ საქართველოს, რომელიც არასოდეს დათმობს თავისუფლებას. თავდაცვის ძალების დღე მინდა მიულოცო ჩვენს დაჭრილ დაშავებულ დაუმარცხებელ მებრძოლებს, რომელთაც დამთელობა შესწირეს ჩვენი ქვეყნისა და სოფლიოს მშვიდობის დაცვას. მიუხედავად ამისა, ისინი თავიანთი გაუტეხლობით, ბრძოლის უნარიანობით, დღესაც უდიდეს სიამაყეს იწვევენ, ემსახურებიან სამშობლოს და საამაყო გამარჯვებებით გვახარებენ. თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
სურს მადლობა გადაუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის და აწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. კიდევ ერთხელ თითოეულ სამხედროს და მთლიანად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს თავდაცვის ძალებს და მის თითოეულ წარმომადგენელს ვუსურვებ წარმატებას. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. მადლობთ ბატონო მინისტრო. სიტყვა ეძლევა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს. მოგესალმებით, ხალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო გენერალებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო, მოწვეულო სტუმრებო, ხალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ თავდაცვის ძალების 33 წლის იუბილეს. დაარსების დღიდან საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად და თანმიმდევრულად ვითარდება და აღწევს წარმატებას. 3 ათწლეულზე მეტია, რაც თავდაცვის ძალები ღირსეულად დგას ქვეყნის სადარაჯოზე. ჩვენს წარმატებას განაპირობებს განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ფოკუსირებულია ჯარისკაცზე ზრუნვასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე. ძლიერი და მოტივირებული ჯარისკაცი თავდაცვის ძალების წარმატების ქვაკუთხედია. თავდაცვის ძალებში განხორციელებულმა და მიმდინარე რეფორმებმა განაპირობა, რომ დავიწყეთ სრული ინდივიდუალური საბრძოლო აღჭურვილობის ქართული წარმოება. ამოიცვალა და დაინერგა თანამედროვე ნატოს სტანდარტების საბრძოლო შეიარაღება. ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშნათექნიკის ჩანაცვლება ნატოს სტანდარტების შესაბამისად. საქართველომ დაიწყო ერთობლივი ქართულ-პოლონური დრონების წარმოება. მიმდინარე წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. საამაყო და ხაზგასმელი ფაქტია, რომ ქართველ ჯარისკაცს დამსახურებულად უჭირავს ღირსეული ადგილი საერთაშორისო პარტნიორებს შორის სამხედრო ოპერაციებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს პარტნიორებს იმ გაწეული დახმარებისა და გვერდში თანადგომისათვის. საქართველოს თავდაცვის ძალები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბრძოლო მომზადების პროცესის გაუმჯობესებას, ამოცანაზე ორიენტირებული ცნების ჩატარებას და თვითშეფასების ეფექტური პროცესის დანერგვას, რათა თავდაცვის ძალებმა შეძლოს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება საქართველოს მთავრობის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მხარს უჭერს თავდაცვის ძალების პრიორიტეტების აღსრულებას. მადლიერი ვარ ყველა იმ ჯარისკაცის, ოფიცრის, სამოქალაქო პირის, რომელთაც იმსახურეს და ახლად მსახურობენ თავდაცვის ძალებში. სურს პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო სამხედრო ვეტერანების მიმართ, რომელთა თავდადება და სამშობლოს სიყვარული სამაგალითოა ჩვენთვის და მომავალი თაობებისათვის. ჩვენს რიგებში არიან საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები. საამაყოა, რომ ისინი კვლავ მტკიცედ დგანან სამშობლოს სადარაჯოზე, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო მათ. განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად სქეთს ვიხრით საქართველოს ერთიანობისათვის, ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციების შესრულებისას, თავდადებული ჩვენი თავდამბრძოლებისა და მათი ოჯახების წინაშე. მარად გვემახსოვრება ამ ადამიანების სახელები. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების დღეს და წარმატებას უსურვებ თითოეულ თქვენთაგანს, როგორც თავდაცვის ძალების აღსანიშნავობაში, ასევე პირად საქმეში. მადლობა. მადლობთ ბატონო გენერალ-მაიორი. ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. უწყებრივი მედლებით სამშობლოსთვის თავდადებული ჯილდოვდებიან. დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 22 ქვეითი ბატალიონის ალფა ქვეითი ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი აკაკი სიორდია. სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის რეინჯერთა პირველი ასეულის რეინჯერთა მეორე ოცეულის მეთაური კაპიტანი დავით კაკუტია. ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 204 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირველი ტერიტორიული თავდაცვის ასეულის მეთაური კაპიტანი ალექსანდრე აბულაძე. თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის შტაბის ეს-4-ის უფროსი კაპიტანი ნინო აფრიამაშვილი. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის
იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შტაბის S4 შეიარაღების სერჟანტი ვახტანგ ნადირაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის შტაბის S3 წვრთნებისა და დაგეგმვის უფროსი ოფიცერი მაიორი ბესიკ გიორგაძე, აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერი ასეულის მეთაური კაპიტანი თენგიზ ლიჩელი, აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51 საარტილერიო ბატალიონის შტაბის S3 ოფიცერი კაპიტანი გიორგი ბერიძე. უწყებრივი მედლებით პირად შემადგენლობას დააჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. მსახურები საქართველოს. 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 მადლობ ბატონო მინისტრი. უწყებრივი მედლებით გენერალი კვინიტაძე ჯილდოვდებიან სპეციალური ოპერაციების სარდლობის შტაბის G6 სამსახურის ოფიცერი მაიორი ნიკა კუკავა, დასავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟირო ბატალიონის საინჟირო ტექნიკური ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ერეკლე შეყილაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის წვრთნისა და შეფასების მეორე ასეულის მეთაურის მოადგილე კაპიტანი ზვიად გვრიტიშვილი, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის შტაბის S3 უფროსი მაიორი ჩიტო მახარაშვილი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსის უფროსი მაიორი პაატა რიჟვაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის საზეინტო სარაკეტო ბატალიონის მეორე საცხოვრე ბატარეის ექსპლუატაციის ინჟინერი კაპიტანი ლაშა მონიავა, აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52 საარტილერიო ბატალიონის შტაბის ცეცხლის მართვის ცენტრის უფროსი კაპიტანი გიორგი მუკუტაძე, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის შტაბის S3 ოფიცერი კაპიტანი ამირან მიჩიტაშვილი. უწყებრივი მედლებით პირად შემადგენლობას დააჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ მაიორი გიორგი მათიაშვილი. მსახურები საქართველოს. 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 მადლობ ბატონო გენერალ მაიორო. უწყებრივი მედლით გიორგი ანწუხელიძე ჯილდოვდებიან თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის შტაბის G1 სამსახურის პერსონალის სერჟანტი ბესარიონ ბასილაშვილი, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერადის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი პირველი ასეულის რეკრუტთა საწვრთნელი მესამე ოცეულის სერჟანტი ზურაბ კობალაძე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პოლკოვნიკ ბესიკ კუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის
შუალედური სამთო მომზადების ტაქტიკური და ტექნიკური კურსის ინსტრუქტორი სერჟანტი ზურაბ ნოზაძე, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, ლოჯისტიკის ცენტრის დაცვის ბატალიონის სერჟანტი მასტერ სერჟანტი თემურ ჭედლიძე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მეორე საკანდიდატო ოცეულის მეოთხე საკანდიდატო ათეულის მეთაურის სერჟანტი უჩა ბიგანაშვილი, თავდაცვის ძალების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, საჰაერო თავდაცვის ბრიგადის, უზრუნველყოფის ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის სერჟანტი უფროსი სერჟანტი როინ ბლიაძე, თავდაცვის ძალების, აღმოსავლეთის სარდლობის შტაბის G7 სამსახურის, საბრძოლო მომზადების მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების სერჟანტი, მასტერ სერჟანტი ბერდია მერლანი, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის, 41-ე ქვეითი ბატალიონის, ეკოსაბრძოლო მხარდაჭერი ასეულის სერჟანტი უფროსი სერჟანტი ლევანი მიხელიძე. უწყებრივი მედლებით პირად შემადგენლობას დააჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სერჟანტი მთავარი სერჟანტი კობა უშხერელი. ემსახურები საქართველოს. 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 მადლობთ ბატონო მთავარი სერჟანტი. აბიჯი, ია. ქალბატონებო და ბატონებო, ჯარისკაცის მრწამსი. ქალბატონებო და ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. გთხოვთ გადაბრძანდეთ სამხედრო ტექნიკის დასათვალიერებლად.
ეს იყო პირდაპირ ჩართო ავაზიანიდან სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლები დაჯილდოვდნენ მანამდე თავდაცვის ძალები